ლაილაი წარმოგიდგენთ პროგრამას ინფორმატორი. საღამოშიდობისა, თქვენ უყურებთ პროგრამა ინფორმატორის 10 საათიან გამოშვებას ლაილაისთან ერთად. მოდით ნახოთ თუ რა ინფორმაცია არის დაგროვილი ამ დროისათვის ჩვენ საინფორმაციო ბანკში. ჯგუფმა ისინი მორიგი სიმღერის ჩაწერა დაასრულა. ორიგინალური გარეგნობის მქონე ბიჭებმა სიმღერასაც ორიგინალური სახელი შეურჩიეს. აი, ამ სახელწოდების სიმღერაზე ისინი კლიპის გადაღებასაც გეგმავენ. ახლა ისინი სცენარის შერჩევის პროცესში არიან. სიმღერის ძირითადი ხასიათი ვთქვათ არის დენსი, საცეკვაო, პლუს ამასთან დართულია ტექსტიდან გამომდინარე სექსი. ვერ გაიგებს საბოლოოდ რა უნდათ მათ, кайფი თუ სექსი თუ დოლარები სხვა, მას არ უნდა ფული უნდა შენ და სექსი, არ უნდა პევზი. აი, ხო, აი, რა აი. აი, არსებობენ ქალები, რომლებსაც უნდათ, მაგრამ ვერ გაიგებ რა უნდათ, ზოგს უნდა ფული, ზოგს უნდა სხვა, ზოგს უნდა ნარკოტიკი და კიდევ ბევრი სხვა. აი ესე დავარქვით და სიმღერა ჩვენ გვეკუთვნის, ანუ ჯგუფ ისინის და ტექსტი ჯგუფ ისინის არის და რა ვიცი რა, არანჟირებას ჩვენია, ყველაფერი ჩვენია. ჩვენ წავედით ცოტა სხვა გზით, მაგრამ მივაწვევით ამას ბოლომდე რა. რა ხდება აიში, მაგას მე ვნახოთ. მე გაგაგებინოთ ალბათ კლიპს რო გადავიღებ და. წავიდა ბედინას სოლო, ნახეთ ხალხ. კლიპთან დაკავშირებით კი მიმდინარეობს სცენარის შერჩევა. გვინდა გადავიღოთ, არის ორი ხასიათის სცენარი, ერთი ხასიათის სცენარი არის ეროტიული თემა, ისევ დაუბრუნდით და მეორე ხასიათის сценарий არის ეგრეთ წოდებული საშინელებათა сценарий. Первая песня после ухода Цанкашвили. По-моему, получилась довольно-таки хорошая. დათო გომართელისა და ჯგუფ ფორტეს სიმღერაზე რეჟისორმა ზაზა ორაშვილმა კლიპი გადაიღო. როგორც ყოველთვის, ეს ვიდეო ძალიან ორიგინალური და საინტერესოა. მოგეხსენებათ, ეს არის არტიმედის პროექტი, რამდენადაც მე ვიცი, არტიმედი ძალიან დიდი მეთოდებს ამყარებდა ამ პროექტზე. სიმღერა თვითონ ეკუთვნის აზერბაიჯან ავტორს. მე გადაღების პერიოდში ვიყავით ბაქოში და მე დავწუნდი, რომ ძალიან პოპულარული იყო ეს სიმღერა. ნუ რამდენად ჩემთვის მისაღებია და რამდენად ქართველი მაყურებელი მიიღებს, არ ვიცი. მაგრამ ყოველ შემთხვევაში მე ვეცადე, რომ აი ეს გამოსავალი მაყურებელს, ქართველ მაყურებელს როგორ უნდა მიიღო ეს სიმღერა, მე დავამყარა იმედი გამოსახულებაზე. თვითონ სიურპრიზი იქნება ეს კლიპი მაყურებლისთვის და ნუ არ ვიცი თქვენ ნანახი გაქვთ თუ არა ეს კლიპი აგებული არის საკმაოდ გავრცელებულ თემაზე და პოპულარულ თემაზე ჯეიმს ბონდი მთელ მსოფლიოში პოპულარული თემა როგორც მე ვთვლი რომ რაღაც უფრო სხვა ინტერპრეტაცია მოუძებნე ამ თემას უფრო იუმორისტულ და შარჟულ სტილისტიკაში არის გადაწყვეტილი ეს კლიპი მაყოფილი ვარ მსახიობებით, ანუ მომღერლებით, რომელიც ამ კლიპში უფრო მსახიობის ამპლუაში წარდგნენ და რა. რატომღაც ასე წამოვიდა თავიდანვე, რომ ფორტესთან მუშაობის პერიოდში ყოველთვის რაღაც კინოხერხებს მიმართავ. მათი კლიპები უფრო კინოხერ ელემენტებით არის დატვირთული და ესეც არ არის გამონაკლისი, ეს კლიპიც არ არის გამონაკლისი. ამ შემთხვევაში უბრალოდ დათო გომართელმაც მხარი აგვიბა, აი საერთო სტილისტიკაში ვიმუშავებთ ყველამ ერთად.
ჯგუფ ვაკის პარკის ფანებისთვის სასიხარულო სიახლე მაქვს. მათ ახალ რიგით მეოთხე ალბომზე დაასრულეს მუშაობა. მინდა გითხრათ, რომ ჯგუფი ტრადიციას არ ღალატობს და ალბომ ახალ დღეში შესული ყველა სიმღერა ძალიან კარგია. ჩვენ დავასრულეთ ჩვენს რიგით მეოთხე ალბომზე მუშაობა. ამ ალბომს ქვია ახალი დღე. რამდენიმე სიმღერას უკვე იცნობენ მსმენელები და მაყურებლები, ეს არის უღრუბლოცას და ბრძოლა წესების გარეშე, რომელზეც კლიპებიც არის გადაღებული და კიდე თუ არ ვწდები ორი სიმღერა რადიო სადგურების მეშვეობით რეალებდა ეთერში. ამის გარდა არის კიდევ 6 სიმღერა, საბოლოო ჯამში დაახლოებით 10 სიმღერა. ჟღერადობა არის დაახლოებით 45 წუთი. მე ვეცდებია რომ სრულის ჩვენი რიგით მესამე ალბომი იყო დუეტები და შესული იყო სხვა კომპოზიტორების ნაწარმოებები. ეს ალბომი არის საავტორო, ანუ ტექსტის და მუსიკის ავტორი მე გახლავართ. არის განსხვავებული ჟღერადობა, ვთვლი რომ საკმაოდ საინტერესო და თანამედროვე. ამ ალბომზე ჩვენთან ერთად მუშაობდა პროდიუსერი კოტენონიკოვი. სიმღერების თემატიკა თვითონ ვთვლი რომ არის ქართული მოტივები ჟღერს ამ ალბომში და ტექსტიც განსხვავებული და რა ვიცი დღევანდელი დღისთვის შესაფერისი. მოკლედ დღეები ზამთარი გრძელი შენ უბრალოდ ყოფნა არც ისეთი ჩემთვის ერთია რაც მე მინდოდა ამერთა შენთვის ამერთ წერილში არ დაერია და ურულ სახეს ვერ დაიბალწვი ვეცდებია რომ სიმართლე ლაილაი წარმოგიდგენთ პროგრამას ინფორმატორი.